დღის აქტუალური თემა. გამარჯობა, რადიომედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და სტუდიაში ჩვენ ხალხის ძალის პოლიტიკური ჯგუფის აპარატის უფროსის ხელმძღვანელს თამთა მეგრელიშვილს მასმოზლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა სტუმრობისთვის, კი ბატონო, მაყურებელი სვენელიც, კი სოციალურ ქსელშიც ვიყურებენ კლასიკურ რადიო მიმღებში მოსმენის გარდა. თამთასთან ერთად ჩვენ ვეცდებით მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მიმოვიხილოთ და ალბათ ჩვენი დიალოგი უნდა დავიწყოთ იმ პოლიტიკური შეფასებით, რომელიც დღეს გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის მოქმედებებს, განცხადებებს. საკმაოდ მკვეთრი იყო მისი შეფასება, მისი პოზიცია, გერმანიის ხელისუფლებისგანაც მოითხოვა პოზიციის დაფიქსირება და გარდა ამისა ჩვენ მე გავაერთიანებ ორ კითხვას, თქვენ თემა გაშალოთ. გარდა ამისა ჩვენ გუშინ მოვისმინეთ იმ წინასწარ გამოგზავნილი ტექსტის შესახებ ინფორმაცია და შემდეგ აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, რომ ბრიუსელიდან გაცემული დირექტივა ტექსტი საერთოდ ყოველგვარი რედაქტირების გარეშე იქნა წაკითხული. ამაზე დღეს მოვისმინეთ მხოლოდ მეტწილად ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების განცხადება, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება, თუმცა ფაქტების სხვანაირი მოცემულობის დანახვა იყო შესაძლებელი გუშინ განვითარებული პროცესების ფონზე. მოკლედ აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით საინტერესო იქნება თქვენი შეფასება და ხედვა. მადლობა კითხვისთვის. რა თქმა უნდა მე ვითანხმები ბატონ შალვა პაპუაშვილს და ვიზიარებ მის პოზიციას, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოებრივი პოზიცია და უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თუ ჩვენ შევაფასებთ გერმანიის ელჩის, ასე ვთქვათ, გუშინდელ მოქმედებას, იმას რომ ის მივიდა თქვათ აქციის მონაწილეებთან და დადგა მათ გვერდით, რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ზოგადად დიპლომატიური ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის ძალიან ბევრ დანაწესს ითვალისწინებს, მეტ სიფრთხილეს, ასე ვთქვათ, აიძულებს და ავალებს სახელმწიფოებს, მხარეებს. შესაბამისად, აქ რა თქმა უნდა ჩნდება ლეგიტიმური კითხვა. მისი, გერმანიის ელჩის იქ დგომა, რა თქმა უნდა შეფასდეს როგორც მხარდაჭერა, თქვათ აქციის მონაწილეებისადმი და მათი პოზიციებისადმი, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა არის თუ არა ეს პოზიცია რეალურად მისი ეს პოზიცია გერმანიის პოზიცია. ლეგიტიმურია ხო ეს კითხვა, თუმცა მე დიდი მეტს ვიტოვებ, რომ გერმანიას როგორც სახელმწიფოს საქართველოსთან მიმართებაში ასეთი პოზიცია არ აქვს და ელჩის ეს მოქმედება ფიქრობ, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული მათი მხრიდან. რაც შეეხება ახლა ჩვენს დამოკიდებულებებს და ჩვენს შეფასებებს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სანახავია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, თუმცა ეს დამოკიდებულება ახალი არ არის. ჩვენდამი, ქართული სახელმწიფოსადმი და ეს დამოკიდებულება ახალი არ არის ზოგადად, თქვათ, რატომ? იმიტომ რომ თქვათ ჩვენ გვახსოვს რომ პრაიმ ტაიმისთვის გახდა ცნობილი ხო დოკუმენტი მიაწოდეს მათ რომ ადგილობრივი ოპოზიცია თქვათ მოქმედებს ევროკავშირის პირდაპირ დავალებით, მათ გამოეგზავნათ კონკრეტული წერილი, რომელიც მათ უცვლელად წაიკითხეს და წერილის დასაწყისშივე ნიშანდობლივია ის, რომ აღნიშნული იყო, რომ არ შეიძლება მომხდარიყო რაიმე რადიკალური ცვლილება, ვთქვათ, ამ ტექსტში. ეს სასახად მოწმობს იმას, რომ ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიცია ნამდვილად დავალებებს იღებს ბრიუსელიდან და თან ისეთ დავალებებს იღებს, რომ წერტილმძიმის შეცვლის უფლებაც არ აქვს და არ ცვლის, ხო? ეს ფაქტი ერთი შეხედვით თითქოს ახლა ესეთი მძიმე არ არის, მაგრამ მთელ განწყობებს ასახავს.
აი აქ არის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ თელ განწყობებს ასახავს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. თან ამ წერილთან მიმართებაში ერთგვარი ასე ვთქვათ საინტერესო ის არის, რომ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გაჩნდა, კერძოდ ხიდაშელმა განაცხადა, რომ ეს წერილი მას ეკუთვნის და მან დაწერა. შემდეგ თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ ჩემი ჩართულობით დაიწერა ეს წერილიო. ლემონ ჟავარი თუ არ ვცდები, რომელმაც უშუალოდ მიიღო ეს წერილი, განაცხადა, რომ ჩემი ჩართულობით იყო. ანუ რეალურად ამ ადამიანების ჩართულობით თუ მოხდა ამ წერილის ვთქვათ შედგენა, დაწერა, შინაარსობრივ მხარეზე შეთანხმება, ჩნდება კითხვა ლეგიტიმურად, ანუ რატო დაიწერა ეს ინგლისურ ენაზე და არა ქართულ ენაზე, თუ კოლექტიურ ხიდაშელებს ასე ეთაკილებად სახელმწიფო ენა, ხო? გასაგებია. ეს პროცესი, რომელიც დღეს 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურ ველზე მიმდინარეობს, ბრაულის მთქმელია და საინტერესოა პერსპექტივაში რაც ხედავთ. ჩვენ ერთის მხრივ მოვისმინეთ და ბოლო 2 დღეა ეს განცხადებები არის, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები იყო მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებიდან სასჯელახსულების დეპარტამენტის სივრცეში და დაწესებულებაში გადაყვანა, იმიტომ რომ ამ თემას ასევე გამოეხმაურა დღესაც პაპუაშვილი და არა მხოლოდ მისი მხრიდან მოვისმინეთ განცხადებები და მეორეს მხრივ ჩვენ გუშინვე კიდევ ერთი ინფორმაცია მივიღეთ, სადაც სასამართლო მიმსჯელა და დაუსრულებლად გამოუტანა განაჩერი 2-დან 1 საქმეზე ბატონ გახარიას. ერთის მხრივ ჩვენ ყავს ოპოზიცია და მისი მომხრეები, რომლებიც ბოიკოტის თემით მათი ტაქტიკა არის ბოიკოტი და მეორეს მხრივ ვიხილეთ იგივე გახარიას პარტიის წევრები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ და ამბობენ, რომ ეს პარტია არ შექმნილა ქუჩის აქციებისთვის და რომ თქვათ პოლიტიკური ბრძოლის ეს კლასიკური მეთოდები გამოიყენონ. ორივეს შეფასებას მოვისმენთ თქვენთან, ეს ერთი და მეორეს მხრივ რა პერსპექტივად ხედავთ ოპოზიციურ სივრცეში, როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები? პირველი სტუმარი არ ახართ, ვისაც ამას ვეკითხები, მაგრამ ეს ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი თემატიკაა, მით უმეტეს, როცა ჩვენ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ვსაუბრობთ. თქვენ პირველი კითხვაც საკმაოდ საინტერესო დასვით და მრავლის მომცველ პასუხს იმსახურებდა, ამიტომ შევეცდები პირველი კითხვიდან, რომ პრინციპში გაგრძელება ეს მეორე კითხვაც, იმიტომ რომ უნდა როცა ვსაუბრობთ მიმდინარე საკითხებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმდინარე საკითხების შეფასება უნდა გავაკეთოთ იმ ფონის გათვალისწინებით, რა იმ პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე რა ფონიც რეალურად არსებობს. ანუ ოპოზიციის სპექტრით დავიწყოთ, ხო? ანუ ოპოზიციური სპექტრი სამწუხაროდ, ანუ ჩემი ასე ვთქვათ იმ პასუხის გაგრძელება არის, რაც ვთქვათ ხიდაშელთან და სხვებთან მიმართებით ვისაუბრემე. ოპოზიციური სპექტრი სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკურ ველზე პრინციპში პოლიტიკურად განულებულია. რატომ? იმიტომ რომ ისინი ცალსახად მოქმედებენ კონკრეტული დავალებებით, რომელიც ნამდვილად არ ასახავს ქართული სახელმწიფოს საჭიროებებს და მათ შორის მათი ამომრჩევლების საჭიროებებს და პოლიტიკურ მოთხოვნებს და დაკვეთებს. მაგალითად ეხლა ოპოზიცია ზოგადად, ანუ რა ნარატივით მოქმედებს, მათი მთავარი დღის წესრიგი არის ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ მათ მოახდინონ გარკვეული რევოლუცია, ხო? ამის არაერთი მცდელობა ჰქონდათ, გამოიყვანეს ახალგაზრდები, იყო უმართავი პროცესები, დაპირისპირება უშუალოდ სახელმწიფოსთან და შემდეგ უკვე არჩევნების შემდეგ, როდესაც თქვათ ქართულმა ოცნებამ ლეგიტიმაცია მიიღო, დაპირისპირება უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უკვე ვთქვათ იმ ფორმით, რომ ისინი კონკრეტული ვთქვათ ოპოზიციონერები და ლიდერები არ აღიარებდნენ ვთქვათ მოქმედ ხელისუფლებას და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საერთაშორისო ფლანგზეც გაენულებინათ აღნიშნული პოლიტიკოსები არაფრად ჩაეგდოთ და გაენულებინათ მათი პოლიტიკური ასე ვთქვათ წონადობა, ხო?
ამასთან ზდებს, რა თქმა უნდა, მათი ნაბიჯები, პოლიტიკური ნაბიჯები, თუმცა რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი კონკრეტული პოლიტიკური დირექტივებით მოქმედებს, კონკრეტულ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ. მაგალითად, ერთი ძალიან მძიმე მაგალითი, ჩვენ გვახსოვს, რომ ევროკავშირის ელჩი პაվել ჰერჩინსკი წერილი მიიღეს, რომელიც მან 2025 წლის 5 ნოემბერს, რომელიც თარიღდება 2025 წლის 5 ნოემბრით და იქ პირდაპირ ეს წერილი, ამ წერილის შინაარსით პირდაპირ ხდება მხილება იმისი, რომ ევროკავშირმა 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესში შეეჩერებინა, ხო? ეხლა ამას რატო ვამბობ? იმიტომ რომ მათ მიერ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 5 თვით ადრე, მანამ სანამ ბატონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გააკეთებდა განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე თავად არ დააყენებდა, თქვათ, საკითხს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს ღიარჩებოდა და შემოთავაზების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წინადადებას დათანხმდებოდა. ანუ, აქ არის მთელი არსი რა არის ის, რა არის, რომ ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ევროპარლამენტარებმა დაიწყეს გამიზნულად ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, ანტიევროპული ნაბიჯის შეფასება და გარკვეულ მწუხარებებსაც გამოთქმამდნენ და გარკვეულ, ასე ვთქვათ, მიმართვებსაც წერდნენ, გვახსოვს, ხო? თუმცა, აქ მთავარი, ასე ვთქვათ, პრობლემა არის ის, რომ ისინი მალავდნენ სიმართლეს. რაც მათ, ვთქვათ, საქართველოსთან მიმართებაში ირაკლი კობახიძის განცხადებამდე 5 თვით ადრე მიიღეს, კერძოდ გადაწყვეტილებას მალავდნენ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულიყო. ეხლა რა კავშირი აქვს ამას, ვთქვათ, იმ ძირითად პრობლემასთან, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? რა თქმა უნდა, პირდაპირი კავშირი აქვს, იმიტომ რომ ეს საკითხი იყო მსუყელუკმა ოპოზიციისათვის და გახდა პრინციპში საფუძველი იმისა, ერთ-ერთი მსუყე და ესეთი საფუძველი იმისა, წონადი საფუძველი იმისა, რომ მათ ქუჩაში გამოიყვანათ ხალხი და ჩვენ ვნახეთ, ხო, არაერთი მცდელობა, დაპირისპირება უშუალოდ სახელმწიფოსთან, მმართველ გუნდთან, რომელიც აბსოლუტურად სდებოდა გამოხატვით თავისუფლების დადგენილ სტანდარტს და აბსოლუტურად არ ჰქონდა მას მშვიდობიანი, ვთქვათ, ფორმა და რეალურად დღეს რას ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იკვეხნიან, რომ იქედან მოყოლებული დღემდე ქუჩაში დგანან, ერთ-ერთი მოტივი არის ეს, რისთვისაც ისინი დგანან დღემდე. მართალია მცირე შემადგენლობით, თუმცა ეს საკითხი ოპოზიციამ და კონკრეტული, ვთქვათ, ადამიანების დავალებით ნამდვილად შეასრულეს და გამოიყენეს, ხო? ასევე ამ საკითხს უნდა მივაბათ ისიც, რომ ცალსახად დასტურდება, თუნდაც თქვენს წინა კითხვაში ჩემი პასუხის გაგრძელება რომ იყოს იგივე, ვთქვათ, ბრიუსელიდან მიღებული წერილი, რომლის წაკითხვაც მოხდა ფაქტიურად წერტილმძიმის გათვალისწინებით, შინაარსის ვერ შეცვლით და არ შეცვლით მათი მხრიდან. ასევე, ვთქვათ, ნაცების მიმართვა იგივე, ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, რომ სადაც ისინი უпростоრად უჩივიან ქართულ ოცნებას და აცხადებენ, რომ ეს დავა სჭირდებათ იმიტომ, რომ მათ გაუჩნდეთ სამართლებრივი საფუძველი, შემდგომში უკვე მიმართონ სტრასბურგის ანუ ეს გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი დეტალია. ზუსტად მანდ მივდივარ, რომ ანუ ეს საკითხები, ანუ ეს ასე ვთქვათ,
წონადი მიზეზი, ასე ვთქვათ, რომელიც მე დავასახელე იგივე ვთქვათ, გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე, რომელიც კიდევ ერთხელ უფრო ადრე იყო მიღებული, ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს იყო მიღებული, მანამ სანამ ბატონი ირაკლი ჩვენი პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, ანუ ეს იყო წონადი, ასე ვთქვათ, მიზეზი, პოლიტიკური საბაბი, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა იმისათვის, რომ ხალხი გამოიყვანათ ქუჩაში. იქედან ვთქვათ დღემდე უწყვეტ პროცესში მიმდინარეობდა გამოსვლები და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო არამშვიდობიანი სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფით, ვთქვათ, უგულებელყოფით გაკეთებული და დაგეგმილი, ვთქვათ, გამოსვლები, ხო? აი ეს პროცესთან ებმევა ისიც, რომ პირდაპირ დავალებებს ოპოზიციური სპექტრი, ანუ ხელოვნურად შექმნილი საბაბით იქედან, ანუ ამით იკვებებოდა, ამ ნარატივით დაიწყო, შემდეგ უკვე კვებავდნენ იმით, რომ ხელოვნურად ხდებოდა გარკვეული, ვთქვათ, როგორ გითხრათ, პოლიტიკური საბაბების შექმნა ამ ოპოზიციური სპექტრისთვის, იმისთვის, რომ მათ პოლიტიკური სიცოცხლე გაეხანგრძლივებინათ და საკუთარივე ამომრჩეველი დაერწმუნებინათ იმაში, რომ ისინი პოლიტიკურად ქმედითები და საჭირონი არიან, ხო? მაგრამ რეალურად ცალსახად ფაქტებითაც დასტურდება, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მიღებული წერილი, რომელიც უწყვეტად იქნა წაკითხული ოპოზიციის მხრიდან, ასევე პირდაპირ მათი აღიარება, რომ უნდა მივმართოთ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვის შესახებ, სადაც ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ უნდა უჩივლოთ ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ მოკლედ ჩვენი აკრძალვა არ მოხდეს და თუ რომ ექნება, ამაზეც ვისაუბრებ. ანუ გვჭირდება სტრასბურგში რო შევიტანოთ სარჩელი, ამიტომ გვჭირდება და ჩვენ ეს ყველაფერი შევათანხმეთ ევროპელ პარტნიორებთან, ხო? აი ამაზე კეთდება მინიშნება, ანუ ცალსახად ფაქტები ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციური სპექტრი ქართულ რეალობაში იმართება ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიერ, უბრალოდ სხვა ძალების მიერ, რომლებსაც პირდაპირ დავალება აქვთ, რომ აქ მოხდეს, აქ მათი მოქმედონ ანტისახელმწიფოებრივად და ვიღაცა იქ, ასე ვთქვათ, დიდმა მეგობრებმა მიიღონ ის პოლიტიკური შედეგები, რაც რეალურად სახარბიელო იქნება მათთვისაც და შესაბამისად მათი, ასე ვთქვათ, დაკვეთით მოქმედი ოპოზიციური სპექტრისთვისაც. ეხლა რაც შეეხება გახარიას თემას, ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ოპოზიციური სპექტრი ქართულ რეალობაში პოლიტიკურ ველზე პრინციპში განულებულია ამ და სხვა ფაქტორების გამო, განულებულია იმიტომ, რომ რეალურად მათ საკუთარ ამომრჩეველთანაც კი ვერ გაამართლეს პოლიტიკური იმედები. ჩვენ კარგად ხედავთ, რომ რეალურად თუ რამე ესეთი წონადი არ მოიფიქრეს, რაშიც კიდევ ერთხელ მომფეჭვი მეპარება, რეალურად მუხტი საზოგადოებაში და მათივე ამომრჩეველში აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ საკმარისი მათთვის საკმარისი რაოდენობა იდგეს ქუჩაში, ანუ ქუჩასაც კი ვეღარ კეტავენ, ისეთი მცირე შემადგენლობებით არიან. ანუ ეს ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ის ადამიანები და მათ შორის ახალგაზრდები, რომლებიც ოპოზიციურ სპექტრს საკუთარი პოლიტიკური მიზნები ბისათვის კონკრეტული დავალებების და დირექტივების შესასრულებლად, რომელსაც კიდევ ერთხელ ვამბობ, უფროსი მეგობრებისაგან იღებდნენ, ანუ რეალური პერსპექტივა განვითარების და განხორციელების არ აქვთ. იმიტომ რომ ეს ახალგაზრდობაც, რომელიც ფარად ჰყავდათ აფარებული, ფაქტიურად ქუჩაში იმ შემადგენლობით აღარ გამოდის და იმედი აღარც გამოვა, რადგან ცალსახად ხედავენ და აანალიზებენ, რომ ისინი იყვნენ და არიან პოლიტიკური იარაღი ოპოზიციური სპექტრის ხელში, მხოლოდ და მხოლოდ იმ საბაბით, რომ ისევ და ისევ ოპოზიციურმა სპექტრმა საკუთარი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილოს. ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ ამბიციების ნაწილს, ანუ როდესაც გაქვს ნდობის მანდატი და შენ ვთქვათ უარს ამბობ პოლიტიკურ პროცესებზე, ანუ შორიდან ვიწყებ ცოტა, რა თქმა უნდა, შენივე ამომრჩევლის წინაშე ლეგიტიმური უფლება აღარ გრჩება, როგორც პოლიტიკოსმა იპოზიციონო, იმიტომ რომ ქუჩაში დგომა არ ნიშნავს პოლიტიკურ პროცესებს. თუ მათ სურდათ, რომ გადაეწყვიტათ მათივე ამომრჩევლის პრობლემები და გაემართლებინათ ის მანდატი, რაც თქვათ თავიდან მიიღეს, რა თქმა უნდა, მათი ვალდებულება იყო, რომ მათ
ემუშავათ და მიიღოთ გადაწყვეტილები და ემუშავათ თქვათ არსებული პრობლემების გადაჭრაზეც იმ ფორმით, რა ფორმითაც მუშაობა გათვალისწინებულია და მიღებულია ასეთ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით. ეხლა რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტში შემოგვიერთდნენ, თქვათ გახარიას შემთხვევა ავიღოთ, სანამ თქვათ გახარიას ნაწილს შევაფასებ, ანუ პოლიტიკურ ჭრილში რომ განვიხილოთ, სამწუხაროდ გიორგი გახარიამ საკუთარი შემდგომი პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო, ასე ვთქვათ, ძალიან შელახული იმიჯით, მოღალატის შელახული იმიჯით და ის და მთელი მისი, ასე ვთქვათ, გუნდი ჩართული იყო იმ ნარატივის გავრცელებაში, რომ გახარიასთვის, ასე ვთქვათ, მოეწმინდათ ეს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ლაკა, შავი პოლიტიკური ლაკა და მოკლედ გაესუფთავებინათ ის როგორც პოლიტიკური ლიდერი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და ვერც მოხერხდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გახარიამ მისი შემდგომი პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო გუნდისთვის ღალატით, რომელმაც ის საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარადგინა, დანიშნა, ის იყო გუნდის წევრი და მიიღო გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღო და ამაზე ახლა ვისაუბრებ. ანუ აქ პრობლემა რა არის, რომ რეალურად ის ნარატივი, რომელსაც ავრცელებდა მისი გუნდი, რო კიდევ ერთხელ ვამბობ, მისთვის ეს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ჩირქი გაესუფთავებინა, ალსახად ვერ მოხერხდა და ახლა კიდევ უფრო ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ სამართლებრივად დადასტურდა, რომ ქართული ოცნება, როდესაც ამ ადამიანს უწოდებდა მოღალატეს, ნამდვილად აღმოჩნდა მოღალატე და თქვათ მხოლოდ იმიტომ კი არა რომ მან თქვათ მელიასთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღებისას როდესაც ის ითხოვდა რომ მელია უნდა დაეკავებინათ და ერთ ღამეში შეცვალა პოზიცია, რამდენიმე საათში შეცვალა პოზიცია და ფაქტიურად გუნდი გაურკვევლობაში, პოლიტიკურ გაურკვევლობას გულისხმობდა და დატოვა, ანუ ამოუხსნელი იყო გუნდისთვის მან ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო და მოკლედ დატოვა თანამდებობა. ამის გარდა მნიშვნელოვანია ისიც რომ პრინციპში სამართლებრივად დადასტურდა ის რომ ბატონი გიორგი გახარია ჩორჩანასა და ანუ ორ ეპიზოდში, ეს არის ჩორჩანასა და 20-21 ივნისის მოვლენებში, ცალსახად ორივე ეპიზოდში ფაქტიურად მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორივე ეპიზოდში შეეფარდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ორივე ეპიზოდში შეეფარდა. ანუ თუ დრო გვაქვს, აი მოკლედ ვიტყვი, ანუ 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ეს ხო კონვენციის ასე ვთქვათ მესამე მუხლის პროცედურული დარღვევა დაგვიდგინა ადამიანის უფლებათა სასამართლომ და სახელმწიფოს პირდაპირ დაავალა რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულიყო გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და დიახ, ანუ გახარიას ბრალეულობა გამოიკვეთა, ხო? ანუ ის პოლიტიკური ნარატივი, აი ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ გახარია, ვთქვათ უდანაშაულოა და მასზე ქართული ოცნება რაღაცა ესეთ პოლიტიკურ მას ამზადებს, ეს არის ტყუილი. ანუ ეს იყო დავალება, მოხდა ამ საკითხის შესწავლა და გამოძიება და მოკლედ ფაქტია რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა მისი ბრალეულობა გამოიკვეთა. რაც შეეხება მეორე ძალიან მძიმე საკითხს, ეს არის ჩორჩანას საკითხი და აქ აღმოჩნდა ის რომ ბატონმა გახარიამ მის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ერთპიროვნულად ყოველგვარი შეთანხმების გარეშე იმ ადამიანებთან და იმ ანუ ვისთანაც მას აუცილებლად უნდა შეეთანხმებინა ეს საკითხები, მიიღო გადაწყვეტილება რომ საოკუპაციო ხაზის ირგვლივ, ესე იგი
გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან განეთავსებინა დამატებით საპოლიციო საგუშაგო აღემართა. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო. დიახ, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ მას არ შეუთანხმებია არავისთან, ანუ იმ კონკრეტულ პირებს ხარ დავასახელებ და სტრუქტურებს, ანუ ვისთან უნდა შეეთანხმება, არავისთან არ შეუთანხმებია. ერთპიროვნულად მიიღო მან ეს გადაწყვეტილება სამწუხაროდ და აღნიშნულმა, თქვათ, ქმედებებმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა აღნიშნული ქმედებები უკვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებების საბაბად გამოიყენეს და მოკლედ 5 სექტემბერს 2019 წლის ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა მოკლედ გარკვეული სიმაღლეები დაიკავეს, რაც რა თქმა უნდა პრობლემა ამის საპასუხოდ და ჩვენ უბრალოდ საოკუპაციო ძალების კონტროლ ქვეშ აღმოჩნდა 100 ჰექტარი ტყე, მოკლედ იქ გადაადგილებები მოხდა ასევე სამხედრო ტექნიკის, რამაც რა თქმა უნდა შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ანუ ეს არის ძალიან ისეთი საკითხი, მძიმე საკითხი, ძალიან საფრთხილო საკითხი და შესაბამისად ამაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება იყო აბსოლუტურად როგორ გითხრათ გაუმართლებელი მისი მხრიდან და ნამდვილად გამოდის რომ მან საკუთარ უფლებამოსილების ფარგლებს გადაამეტა ამ ვთქვათ მოქმედებებით, ამ ქმედებებით, განზრახ გადაამეტა და საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ანუ ეს საქმე უკვე სამართლებრივადაც ასაბუთებს იმას, რომ დიახ, გიორგი კახარი არის მოღალატე და პოლიტველზე მისი გუნდის პოზიციონერება, მე არ ვიცი ისინი რა პოლიტიკურ შედეგებს დადებენ და რას გააკეთებენ პარლამენტში, რამდენად ქმედითი იქნება მათი იქ არსებობა, იმედს ვიტოვებ და ძალიან მინდა რომ ქმედითი იყოს. თუმცა უკვე როგორ გითხრათ, ანუ იმით შელახულები არიან და არაფრით რაც არ უნდა გააკეთოთ მან, რა პოლიტიკური ასე ვთქვათ გადაწყვეტილებებიც არ უნდა იქნეს მიღებული ვთქვათ გახარიას პოლიტიკური ქუდის ქვეშ, რა თქმა უნდა ვერ იქნება ისეთი ვთქვათ ისეთი შედეგის მომცემი, იმ ეფექტს ვერ მიაღწევენ, რაც ვთქვათ მათ სურთ. გასაგებია. დამასობაში კიდევ ერთი კითხვა მქონდა, მაგრამ ჩვენი საერთო დროც ამოიწურა. მადლობა სტუმრობისთვის.